საიდან გაიგეს? შეგიძლია ჩამოვდაროთ დარბაზებიდან. ელა უნდა გიშორო, მოგოჩენ გავსუქოთ მიშელი. შენ უნდა დაიღო ჩემი ფერფლი საქართველოში. Ready, video is possible, everything. მოგესალმებით, უყურებთ პალიტრანიუსის გადაცემა კინოამე კი მისი წამყვანი ანი ღონღაძე ვარ. ვაგრძელებთ ქართული კინოსერიას და დღესაც რა თქმა უნდა მის ისტორიაზე ვისაუბრებ. 1921 წელს წითელი არმიის საქართველოში შემოჭრისა და ქვეყნის ანექსიის შემდეგ, როცა საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული მთავრობა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ჩაანაცვლა, გასაბჭოება მოუწია ქართულ კინოსაც. 1921 წლის აპრილის თვეში განათლების სახალხო კომისარიატმა კინოსექცია დააფუძნა, რომელმაც ალექსანდრე დიღმელოვის კინოლაბორატორია ბელგიური ფირმის ფილმას ქონება მიიღო მემკვიდრეობით და საჯარო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე დაიდობინა. ახალ კინოგაერთიანებას გერმანე გოგიტიძე და ამო ბეკნაზაროვი ჩაუდგნენ სათავეში. სასცენარო განყოფილება გრიგოლ რობაქიძემ ჩაიბარა, რომელმაც ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებთა გეგმა შეადგინა მომავალი ეკრანიზაციისთვის. მოგვიანებით კინოსექციას მოსკოვიდან ჩამოსული რეჟისორები ივანე პერესტიანი, ვლადიმერ ბარსკი შეუერთდნენ და აქტიურად შეუდგნენ მუშაობას. სტარტის სექციამ დოკუმენტური ქრონიკის, ბავშვების გამგზავრება კოჯორში დასასვენებლად გამოშვებით აიღო, რასაც მალე პერესტიანის მხატვრული ფილმის არსენა ჯორჯიაშვილის გადაღება მოჰყვა. კინოკარიერა ივანე პერესტიანმა 1916 წელს დაიწყო რუსეთში, ევგენი ბაუერის ფილმში ნუ ერეკები მეეტლევ ცხენებს შესრულებული მთავარი როლით. მართალია დებიუტანტ მსახიობს აბსოლუტურად არ ჰქონდა არტისტული გამოცდილება, მაგრამ რეჟისორმა, რომელიც პროვინციელი მემამულის როლზე ეძებდა მსახიობს, ჩათვალა, რომ წარმოსადეგი გარეგნობის წყალობით ახალგაზრდა მაინც იდეალურად მოირგებდა პერსონაჟს. რამდენიმე ფილმში მონაწილეობისა და წარმატებული სამსახიობო კარიერის მიუხედავად, პერესტიანმა მაინც რეჟისურას მიანიჭა უპირატესობა და სააგიტაციო ფილმების დადგმის შემდეგ საკუთარი სცენარით გადაიღო კომედია თხები ბეკეკა თხები. 1921 წელს მოკლე ვიზიტით თბილისში ჩამოსული კი ისე მოიხიბლა ადგილობრივი კინოწარმოებით, რომ რამდენიმე წლით გადაწყვიტა დარჩენა და ჯერ მეტად წარმატებული არსენა ჯორჯიაშვილი, მერე არანაკლებ ცნობილი ფილმები სურამის ციხე, წითელი ეშმაკუნები, სამი სიცოცხლე და ტარიელ მკლავაძის საქმე დადგა. 1921 წელს გამოსული ფილმისთვის, რომელმაც მენშევიკი არსენა ჯორჯიაშვილის რეალური ისტორია მოუთხრო მაყურებელს, სცენარი შალვა დადიანმა დაწერა. მთავარი როლი კი მიხეილ ჭიაურელმა შეასრულა, რომელიც ბევრმა ამერიკული კინოს ვარსკვლავს დუგლას ფერნბეკს მიამსგავსა და გარკვეულწილად ფილმის წარმატებაც სწორედ მან განსაზღვრა. პარტნიორობა დებიუტანტ მსახიობს კოტე მიქაბერიძემ, ვალერიან გუნიამ, ბასუ აბაშიძემ და ელისაბედ ჩერქეზიშვილმა გაუწიეს. ჯორჯიაშვილი, რომელიც ამიერკავკასიის რკინიგზაზე ჩამომსხმელ საამქროში მუშაობდა, 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ჯერ პოლიციის მოხელეებსა და მეფის არმიაზე, მერე პლასტუნთა პოლკზე თავდასხმაში მონაწილეობდა. 1906 წელს კი ყუმბარის აფეთქებით გამოასალმა სიცოცხლე კავკასიის სამხედრო შტაბის უფროსი, გენერალი გრიაზნოვი, რომელიც ასობით რევოლუციონერის დაპატიმრებასა და სიკვდილით დასჯას ხელმძღვანელობდა. მართალია დაპატიმრებულ ჯორჯიაშვილს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და ადვოკატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი იოსებ ბარათაშვილი იცავდა, მაგრამ კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ მაინც ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ერთგვარი კინოეპოპეის შექმნის იდეა, რომელიც 1905-1917 წლების პერიოდს ასახავდა, პირველი ნაწილი კი სწორედ ჯორჯიაშვილს მიეძღვნებოდა ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გაჩნდა, თუმცა მასშტაბური კინოწარმოების დადგმას ბოლშევიკური რუსეთის შემოჭრამ და ქვეყნის ანექსიამ შეუშალა ხელი. პროექტის განხორციელება მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი, თუმცა მნიშვნელოვნად შეცვლილი იდეოლოგიის მოთხოვნებს სრულად მორგებული სცენარით.
წირი დაფინანსების, მოძველებული აპარატურისა და შეზღუდვების მიუხედავად, ფილმი მაინც წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად და მაყურებელთან ერთად სპეციალისტების სიმპათიაც დაიმსახურა. მეტიც, ამერიკელმა კრიტიკოსმა დენის იანგბლადიმ, რომელმაც არსენა ჯორჯიაშვილს ისთერნი ანუ ვესტერნის ანტიპოდი, აღმოსავლეთში გადაღებული ერთ-ერთი პირველი სათავგადასავლო ფილმი უწოდა, დადებითად შეაფასა ფილმი, მისი დამაინტრიგებელი სიუჟეტი და ლირიული ქვეტექსტი. მართალია პერესტიანმა საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოსცა რეალობა და გარკვეულწილად შეცვალა ცალკეული გმირების ბიოგრაფია, მაგალითად ჯორჯიაშვილი, რომელიც სინამდვილეში საგუბერნიო ანუ ორთაჭალის ციხეში ჩამოახჩეს, ფილმში ნარიყალაზე დახვრეტის სცენით ჩაანაცვლა, მაგრამ როგორც ამბობენ, არსენას მშობლებმა და მეგობრებმა, რომლებიც კინოთეატრ აპოლოში დაესწნენ პრემიერას, ფილმი მოიწონეს და მადლიერება გამოხატეს როგორც რეჟისორის, ისე მსახიობების მიმართ. ემოციური სიუჟეტის გარდა ფილმი საინტერესოა კინემატოგრაფიული ხერხების გამოყენების თვალსაზრისითაც. მაგალითად, სოციალურ ფენებს შორის დაპირისპირებისა და რევოლუციის, კონტრრევოლუციასთან შეჯახების გადმოსაცემად პერესტიანმა ამერიკული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებლის, რეჟისორის დევიდ იორკ გრიფიტის მიერ შემუშავებული ორმაგი მონტაჟის მეთოდი გამოიყენა და რევოლუციონერთა ოჯახების დარბევა, არისტოკრატთა წვეულების სცენის პარალელურად აჩვენა, რითაც მეტი სიმძაფრე, დრამატიზმის შესძინა ეპიზოდს, რაკურსების, მსხვილი და საშუალო პლანების მონაცვლეობით კი უფრო დინამიური, დაძაბული გახადა მოქმედება. არსენა ჯორჯიაშვილი მნიშვნელოვან ნამუშევრად იქცა საბჭოთა რეჟიმისთვის, მეტიც, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ურატაძის მოგონებების თანახმად, საქართველოს ანექსიის შემდეგ ბოლშევიკებმა ჯერ გრიაზნოვის მკვლელობა მიისაკუთრეს, მერე თავად ჯორჯიაშვილი გამოაცხადეს ბოლშევიკად. ბოლოს კი სტალინს მიაწერეს გახმაურებული საქმე და მის განსადიდებლად გამოიყენეს. ამასთანავე არსებობს ვერსია, თითქოს მიხეილ ჭიაურელთან საუბრისას, თავად სტალინს უთქვამს თითქოს გრიაზნოვის სინამდვილეში სულ სხვას მოუკლავს, თუმცა ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეუკავებია. რთული სათქმელია, ვის გულისხმობდა ბელადი, თუმცა ისტორიული მონაცემებისა და სარწმუნო დოკუმენტების მიხედვით, სილიბისტრო ჯიბლაძის დავალებით გენერალი სწორედ ჯორჯიაშვილმა გამოასალმა სიცოცხლეს. ფილმმა, რომლის 155 სეანსი შედგა თბილისში, უზარმაზარი კომერციული მოგება ნახა და ერთგვარი რეკორდი დაამყარა, რადგან მანამდე ყველაზე წარმატებული აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმშიც უკან ჩამოიტოვა. პოპულარობა მოიპოვა ფილმმა რეგიონებშიც, მისმა შემოსავალმა კი არაუბრალოდ აანაზღაურა გაწეული ხარჯები, არამედ კინოლაბორატორიის ტექნიკურად აღჭურვის და თანამშრომელთა შტატის გაზრდის საშუალება მისცა კინოსექციის მესვეურებს. ამასთანავე სწორედ არსენა ჯორჯიაშვილმა ჩაუყარა საფუძველი საბჭოთა კინოში ისტორიულ რევოლუციურ ჟანრს, რომელმაც ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნა აქტუალურობა. მოგვიანებით ფილმმა საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც იმოგზაურა. რუსეთში ჩვენებისას კი ალტერნატიული გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის სათაური შეიძინა, რადგან ადგილობრივი პუბლიკისთვის არსენა ჯორჯიაშვილის სახელი არაფრის მთქმელი აღმოჩნდა. დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სურამის ციხე პირველი ქართული საბჭოთა ფილმია, რომელსაც ლიტერატურული ნაწარმოები დაედო საფუძვლად. განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექცია მიისწრაფვის უკვდავყოს მშობლიური მხარის მწერლები და ამ მიზნით ასურათებს მათ ნაწარმოებებს. პირველ რიგში დაყენებულია ის მწერლები, რომელთა შემოქმედებასაც სოციალური მიმართულება აქვს. ასეთ მწერალთა შორის პირველი ადგილი დანიელ ჭონქაძეს უჭირავს. სწორედ ამგვარი განცხადება გააკეთა კინოსექციის ხელმძღვანელმა გერმანე გოგიტიძემ, რომელიც 1923 წელს ივანე პერესტიანთან ერთად შეუდგა ეკრანიზაციაზე მუშაობას. აღსანიშნავია, რომ სურამის ციხის კედლის ამოშენებისას პარაკლისის სცენის გადაღებაში კინემატოგრაფისტებს დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე დაეხმარა, რომლის თხოვნით 12-მა მღვდელმა მიიღო ფილმში მონაწილეობა. მართალია თბილისის ბოტანიკურ ბაღში გადაღებული ეპიზოდი ემოციური და შთამბეჭდავი გამოვიდა, მაგრამ ფილმის მონტაჟისას პერესტიანმა საბჭოთა ათეისტური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი, მეტად არასასიამოვნო ტიტრი წარუმძღვარა პარაკლისის სცენას, როცა წარწერა პირფერობა, ფარისევლობა და ცრუ მორწმუნეობა გაუკეთა, რითაც ფილმში მონაწილე სასულიერო პირები აღაშფოთა.
მღვდლებმა კათოლიკოს პატრიარქთან ამბროსი ხელაიასთან დაიჩივლეს, რომელმაც ფილმის ნახვა მოინდომა. გადმოცემის თანახმად სპეციალურად პატრიარქისთვის მოწყობილ დახურულ ჩვენებაზე გოგიტიძემ შეურაცხმყოფელი ტიტრი დროებით ამოიღო, თუმცა ფილმის კინოთეატრებში ჩვენებისას ისევ უკან დააბრუნა, რაც ორმაგად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ქართული ეკლესიისთვის. მონდომების მიუხედავად ტიტრის საბოლოოდ გაუქმება შეუძლებელი გახდა, მით უფრო რომ ფილმმა იმდენად სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რომ 14 ასლი გაკეთდა ყველა კინოთეატრის უზრუნველსაყოფად. იმავე 1923 წელს პერესტიანმა რუსი მწერლის პავლე ბლიახინის ნაწარმოების მიხედვით დადგა ფილმი წითელი ეშმაკუნები, რომელიც მოგვიანებით პირველ ქართულ ვესტერნად შეფასდა. რომანზე მწერალმა 1921 წელს იმუშავა კოსტრომიდან ბაქოში მოგზაურობისას, როცა თვეზე მეტი მოუწია მატარებლით მგზავრობა. 2 წლის შემდეგ თბილისში შემთხვევით აღმოჩენილმა კი კინოსექციას მიაკითხა თანამშრომლობის შეთავაზებით. სცენარით პერესტიანი დაინტერესდა, რომელმაც ცირკში მოაწყო ერთგვარი კასტინგი და პავლე ესიკოვსკისთან ერთად სოფია ჟოზეფი შეარჩია მიშასა და დუშიანის როლებზე. თუმცა ესიკოვსკი და ჟოზეფი არა მსახიობები, არამედ აკრობატები იყვნენ, ისე როგორც მათი მეგობარი, რომელიც სცენარის მიხედვით ჩინელი უნდა ყოფილიყო, თუმცა სენეგალელმა მოკრივემ კადორ ბენ სალიმმა ჩაანაცვლა. ბუდიონისა და მახნოს როლის შემსრულებლებს ვლადიმირ კუჩერენკოს და კონსტანტინ დავიდოვსკის კი რეჟისორის შემთხვევით გადაეყარა ქუჩაში. ფილმზე მუშაობა 1923 წელს დაიწყო თბილისში, მოგვიანებით კი ჯერ ბათუმში, მერე ყირიმში გაგრძელდა და ისევ თბილისში დასრულდა პავილიონის გადაღებებით. ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის მიუხედავად პერესტიანს მაინც მოუწია გარკვეული სირთულეების დაძლევა, რადგან მუშაობის დროს სცენარი დაკარგა და ფილმის დიდი ნაწილი მხოლოდ საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით გადაიღო, რაც ტიტრებშიც მიანიშნა. ამგვარმა თავნებობამ და ლიტერატურული პირველწყაროს საკუთარ ნებაზე ინტერპრეტაციამ ბლიახინი აღაშფოთა, რომელიც დიდხანს სჩიოდა, რომ მისი რომანი დაამახინჯეს. თუმცა ფილმის კოლოსალურმა წარმატებამ მასთაც გაჩუმება აიძულა, მით უფრო რომ წითელი ეშმაკუნები პირველი საბჭოთა ფილმი გახდა, რომლის რეცენზია ამერიკულ გამოცემაში New York Times-ში დაიბეჭდა და არა უბრალოდ დადებითად, არამედ საბჭოთა კინემატოგრაფიის სენსაციად შეფასდა. მეტიც, წითელი ეშმაკუნები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ერთგვარ პროპაგანდისტულ მანიფესტად იქცა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცებისთვის, დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა ყველაზე პოპულარულ და ხშირად ციტირებულ ფილმად. 1925 წელს პერესტიანმა გიორგი წერეთლის რომანის პირველი ნაბიჯის ეკრანიზაცია განახორციელა, რომელსაც სამი სიცოცხლე უწოდა და კარიერის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ორნაწილიანი მუნჯი ფილმი 1966 წელს გიგა ლორთქიფანიძემ აღადგინა და გაახმოვანა. ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით რეჟისორმა სიუჟეტთან ერთად პერსონაჟებიც გაამარტივა და სოციალური ფენების, არისტოკრატთა და ვაჭართა დაპირისპირების ფონზე მოუთხრო მაყურებელს უბრალო ქალის ესმას ტრაგედია, რომელიც სწორედ მათ ჭიდილს შეეწირა. მთავარი როლი ფილმში ნატო ვაჩნაძემ შეასრულა, პარტნიორობა კი კოტე მიქაბერიძემ, ცეცილია წუწუნავამ, მიხეილ გელოვანმა და დიმიტრი ყიფიანმა გაუწიეს. მართალია პუბლიცისტ ყიფიანს აბსოლუტურად არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება, მაგრამ მეუღლის რეკომენდაციით პერესტიანმა მაინც შესთავაზა ფილმში მონაწილეობა და იერემია წარბას როლის შესრულება. როგორც ამბობენ, ანტისემიტური განწყობების გამო მთავარმა სარეპერტუარო კომისიამ თავიდან ფილმი დაიწუნა, თუმცა პერესტიანის ნამუშევარი საბჭოთა კავშირის განათლების პირველმა კომისარმა ანატოლი ლუნაჩარსკამ მოიწონა, რომლის წყალობით ფილმმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. შემოსავალმა კი სამჯერ გადააჭარბა დანახარჯს და საგრძნობლად შეავსო პერესტიანის პირადი ბიუჯეტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეძლებული საბჭოთა რეჟისორი გახდა. წარმატებით სახალისებულმა პერესტიანმა 1925 წელს კიდევ ერთი ფილმი ტარია მკლავაძის მკვლელობის საქმე გამოუშვა, რომელიც ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოების ჩვენი ქვეყნის რაინდის მიხედვით გადაიღო. მთავარი როლების შესრულება კი ისევ ნატო ვაჩნაძეს, მიხეილ ჭიაურელსა და კოტე მიქაბერიძეს მიანდო.
აღსანიშნავია, რომ შალვა დადიანის წყალობით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მოთხრობის დრამატურგია და პერსონაჟების მოგონებებს მოარგო სცენარი. პერესტიანმა პირველმა გამოიყენა ეგრეთ წოდებული ფლეშბექები, რაც არა მხოლოდ ქართულ, არამედ საბჭოთა კინოსთვის იქცა საინტერესო აღმოჩენად. გარდა ამისა, რეჟისორმა მეტად მოხერხებულად გამოიყენა მონტაჟი. მსხვილ პლანებზე აქცენტის გაკეთებით კი ბრწყინვალედ ასახა 1920-იანი წლების ქალაქისა და სოფლისთვის დამახასიათებელი ყოფითი დეტალები. მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა ფილმის ტიტრებმაც, რომელთა გამოყენებით პერესტიანმა გმირის ვინაობა, მათი ხასიათი და თავისებურებები გადმოსცა. სხვა ნამუშევრების მსგავსად, ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმეც მეტად წარმატებული და შემოსავლიანი აღმოჩნდა რეჟისორისთვის, რამაც სტანდარტულ კინოფორმატზე უარის თქმა და ერთგვარი ექსპერიმენტების ჩატარება გადააწყვეტინა. 1926 წელს პერესტიანმა ფილმები „სავურ სამარე“, „თავადი სასულ შირვანსკაის დანაშაული“ და „ილან დილი“ გადაიღო სცენარის გარეშე, თუმცა ტრიუკებითა და სპეცეფექტებით გატაცებულმა ვერ შეძლო სიუჟეტის სრულყოფილად გადმოცემა, რის გამო მისი ნამუშევრები ბანალურ ვიზუალურ მოთხრობებს დაემსგავსა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ. ზუსტად ერთ კვირაში პალიტრა ნიუსის ეთერში შევხვდებით. ენაკ საიდან გაიგეს? შეგიძლიათ ჩამოვდაროთ დარბაზებიდან. ელა უნდა გიშორო, გოგო ჩემი თავის უკვე მიშველი. შენ უნდა წაიღო ჩემი ფერფლი საქართველოში. მერვედი, ვიდეოები სოციალურ ერთის და ერთი მოდი.